თელავში 18 წლამდე ვაჟხელბურთელთა ევროპის პირველობა დასრულდა. ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დროს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით ანგარიშით 35-28 დაამთავრდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობაზე მოპოვებული 4 გამარჯვების შედეგად 18 წლამდე ვაჟხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადაინაცვლა. ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალბახელიძე და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. დაძაბულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები დამასწრა ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებთან, თუმცა პროგრამა მინიმუმი ჩვენმა ნაკრებმა ამ ევროპის ჩემპიონატზე შეასრულა. კერძოდ მომავალ წელს ჩვენ ნაკრებს მოუწევს უფრო მაღალ დივიზიონში ასპარეზობა. ბევრი იშრომეს ჩვენმა ბიჭებმა ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალი. მადლობა გვინდა გადაუხადოთ მათ იმისათვის, რომ ბევრი ემოცია დადებითი და მაგარი ემოცია გვაჩუქეს მაყურებელს და დარწმუნებულები ვართ, რომ წინ ბევრი გამარჯვება აქვს კიდევ მათ. ძლიერი მოტექო ყავდა ნამდვილად, თავდადებით ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხეთ. კარგი ასპარეზი იყო, კარგად დავიწყეთ, 4-4 თამაში მოვიგეთ, ფინალში გავედით, მაგრამ სამწუხაროდ ფინალში დაგზლია მეტოქი. დასრულდა 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი თელავის სპორტის სასახლეში, ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. ისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადოს სპორტის სამინისტროს, თელავის მუნიციპალიტეტს და რა თქმა უნდა კახეთის გუბერნიას. ძალიან საინტერესო და დაძაბულები თამაშები იყო. მიუხედავად მარცხისა, ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა და ფინალისტები გადავიდნენ ზედა ეშელონში. ჩემი გამოცდილება შესანიშნავი იყო. სიმართლე გითხრათ, გაკურვებული დავრჩი, როდესაც აქ ჩამოვედი. საქართველოს ხელბურთის ფედერაციისა და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ ტურნირის ორგანიზების ხარისხით. ჩვენ შესანიშნავ ადამიანებთან ვითანამშრომლეთ. ისინი ძალიან თავმდაბლები და პრობლემების სწრაფად გადაჭრაზე ორიენტირებულები არიან. ყველა პრობლემა სწრაფად მოგვარდა, ამიტომ ამ გუნდით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ჩემპიონატის ორგანიზება ძალიან მაღალ დონეზე იყო. ბედნიერები ვართ, რომ ესეთი დონის ტურნირზე ასპარეზობა მოგვიწია. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვება იყო. თავისთავად იქნებოდა ზეწოლაც და გამოწვევებიც. ყველაფერი ვცადეთ და გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტურნირი მოგვიგო. მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს არ გამოგვივიდა გარკვეული მიზეზების გამო. მინდა პირველ რიგში მადლობა უთხრა ბიჭებს ბრძოლისთვის. მათ თავი არ დაუზოგავთ. ბოლომდე იბრძოლე.